თქვენ როცა საუბრობთ იმაზე, რომ აი არ ითანამშრომლეს თქვენმა პარტიის ლიდერებმა და არ გადაიხადეს ეს გირაო და წავიდნენ ციხეში, ამ დროს ჩვენ ვნახეთ იგივე ლელოს ლიდერებმა გადაიხადეს ეს გირაო. აქ შეიძლება ითქვას, რომ გამოხატეს მათ ყოველ შემთხვევაში თანამშრომლობა მოქმედ ხელისუფლებასთან, როდესაც გირაო გადაიხადეს მათ. არა, ეს იყო ყველა მათგანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ზურაბ ჯაფარიძის, ირაკლი ოქროაშვილის მანამდე, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შემთხვევაში ეს იყო მათი პერსონალური გადაწყვეტილებები, რომ მათ უკანონო გირაოზე თქვეს უარი არ გადაიხადეს და მათ მოუწიათ რეჟიმის მიერ ციხეში რეჟიმის მხრიდან ციხეში ჩასმა. კარგი, კიდე ერთხელ და ბევრჯერ უნდა გავიხსენოთ განსაკუთრებით ნიკა მელიას შემთხვევა, ხო? ანუ როგორ დააკავეს ნიკა მელია, ხო ყველამ კარგად ვნახეთ. ამ დრომდე ერთი ფურცელიც კი არა აქვს ჩაბარებული, რატო გაიტაცეს ნიკა მელია ერთი დღით ადრე სასამართლოს სტოლამდე კრიმინალურად ათობით სამართალდამცავმა მოახდინა ნიკა მელიას გატაცება ქუჩიდან. ანუ სასამართლო გადაწყვეტილებასაც კი არ დაელოდნენ, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, ალბათ ეს ყველამ კიდევ რაღაცა უფრო კაფიოდ და კარგად უნდა წარმოვიდგინოთ. თემას რო დაუბრუნდე, რას თქო მითხარით. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებმა გირაო გადაიხადეს, ეს იმას კი არნიშნავს, რომ მათ მიმართ სისხლისამართლებრივი რაღაცა საქმე შეწყდა. საქმეების განხილვა მიდის და ვნახოთ, როგორ რას იფიქრებს ივანიშვილი საბოლოო ჯამში და რუსული რეჟიმი და როგორ დაამთავრებს ამ საქმეს. ანუ მოკლედ გირაოს გადახდა მე არ მიმაჩნია თანამშრომლობად, მარტივად რო გითხრათ. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ზურაბ ჯაფარიძის, მელიას, გვარამიას, მანამდე ირაკლი ოქროაშვილის გადაწყვეტილება იყო უფრო სწორი და მე მათი ძალიან კარგად მესმის, როცა ათობით პოლიტიკური პატიმარი ციხეშია, ხო, მათ მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა იყო რა თქმა უნდა სწორი, თუმცა არც იმის თქვა მინდა, რომ და შეიძლება ალბათ, რომ გირაოს გადახდა რაღაცა ფორმით არის თანამშრომლობა რეჟიმთან, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა საქმეების განხილვა ბუნებრივია დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. აი რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას, ამ ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას, ეს კი ნამდვილად მიმაჩნია, რომ გააუფერულებს ამ ჩვენს რაღაცა მრავალთვიან ბრძოლას და გამარჯვებებს, რასაც მივაღწიეთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ბატონო გიორგი, და მოკლედ უნდა გითხოთ. ეს ნამდვილად გააუფერულებს და იმედია, რომ ეგრე არ მოხდება.